საღამოშვიდობისა, კონკრეტულად გადაცემას მათემა, მეცნიერება ცოდნა სწავლება, რომელიც გადის ახალი საქართველოს ტელეეთერში. მე მისი წამყვანი ნუგზარ კირესელიძე ვარ და დღეს ჩვენ ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ აი ნახევარი საათის წინ დასრულდა ღონისძიება და იმ ღონისძიებიდან მოვედით აქ. ღონისძიება ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დღეს სამწუხარო დღე გახლავთ, რამდენადაც 1977 წლის 2 დეკემბერს აღესრულა დიდი ქართველი მეცნიერი ილია ნესტორის ძე ვეკუა. დიდია მისი ღვაწლი ქართული მეცნიერების წინაშე, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, გვექნება უფრო დეტალური საუბარი და თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი თეიმურაზ ჭილაჩევა, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ საღამოსი და ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორები ამ საღამოსი ჩვენი სტუდენტების მხრიდან მათემატიკის და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ბატონები ლექსო გოგოხია და ფელიქს ტყებუჩავა. და მე მინდა ახლა გადავცე უგაცავად ფელიქს ხურცილა ხო. მე მინდა ახლა სიტყვა გადავცე ჩვენს პროფესორს ბატონ თეიმურაზ ჭილაჩევას და ბატონ თეიმურაზ გითხარით უთქვით უკვე ტელემახურებლებს აუხსენითო საიტნოტი ქონდა ჩვენ დროს ამასთან დაკავშირებით რომ მიგვეწადებინა ვიდეო მასალა რომელიც იქ მოახერხეთ და გადაგვეღო მაგრამ ჩვენი ტექნიკური ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას ბატონი ზურაბის სასახელოდ რომ ფოტოები მაინც მზად აგვაქვს და თქვენი საუბრის პერიოდში ჩვენ შეიძლება ვთხოვოთ მე ბატონ ზურაბს რომ ეს ფოტოებიც გაუშვათ და მე მაინტერესებს საიდან მოდის ეს იდეა რომ აღინიშნულ ყოფილიყო სოხუმის უნივერსიტეტში აი ამ დიდი მეცნიერის ხსოვნის საღამო. ბატონ ნუგზარ, უდიდეს მადლობას მოგახსენებ ჩემი მოწვევის და კიდევ უფრო დიდ მადლობას მოგახსენებ ჩვენი სტუდენტების ამ შემთხვევაში სოხუმის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტების მოწვევისათვის, რადგანაც ზუსტად ეს ღონისძიების პათოსი იყო მიმართული სტუდენტებისათვის, ახალგაზრდებისათვის და იმიტომ გადაწყდა ეს რომ ჩატარებულიყო ზუსტად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგანაც ბუნებრივია ილია ვეკუა წარმოშობით იყო შეშელეთიდან, ანუ აფხაზეთიდან და გალის რაიონიდან, აფხაზეთიდან და რაც მთავარია ის ფაქტიურად თავის ცხოვრების მოკლე 70 წლის განმავლობაში ის თითქმის ყოველ წელს თუ არა იმ პერიოდში როცა მოღვაწეობდა თქვა რუსეთში და თბილისში სულ ესე იგი ჩადიოდა თავის მშობლიურ ოდაბადეში და მისთვის აფხაზეთი იყო ოდაბადე ის კუთხე საიდან მან შეიყვარა ესე იგი ქართველები აფხაზები და რაც თავარია საქართველო. ამიტომ დღევანდელი ღონისძიების ორი მიზანი იყო, პათოსი მთავარი იყო, რომ იმ პირობებში, რა პირობებში ჯერჯერობით ისეა მდგომარეობა, რომ ნაკლებად მაინც არიან ცნობილი მეცნიერები, ცნობილი ახალგაზრდა თაობისათვის, გნებავთ არა მარტო მეცნიერები, არამედ კულტურის დარგას. შემდეგ ჩვენ აი ეს საკითხი შეგვევსო ამ შემთხვევაში იყო ძირითადად სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტობა, მაგრამ იყო სხვა უნივერსიტეტების, ტექნიკური უნივერსიტეტების, ასევე ბუნებრივია მთელი თბილისის მასშტაბიდან მათემატიკოსები და სხვა პროფესორები იყო მოწვეული, ვინც რა თქმა უნდა მეტნაკლებად ხო შეიძლება უკვე ჩვენ ვთხოვოთ ბატონ ზურაბს აუშვას კადრები და შესაბამისად თქვენს ზუსტად ამასთან დაკავშირებით ერთი-ორი სიტყვა გითხრათ როგორ წარიმართა, ვინ ესწრებოდა, ვინ გამოვიდა სიტყვით და იმის და მიხედვით აი როგორც თქვენ შეხედავთ ფოტოებს. ეს არის მერვე სართული არის. დიახ, ეს არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა უზუფრუქტის წესით მერვე სართულზე და სადაც ძირითადად ამ შენობაში არის ფიზიკა, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასევე საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტი და ჰუმანიტარული ფაკულტეტი. ამ შემთხვევაში ძირითადად სტუდენტების ხაზით მაინც იყვნენ ესე იგი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმოადგენელი, ასევე რამოდენიმე სტუდენტი იყო სხვათა შორის სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან დაინტერესებული, ძირითადად
ისინი მაინც უფრო აფხაზეთელები. ხუღურებ კადრებს და ძალიან დასწრება ესე ვთქვი ინტერესი დიდი გამოიწვია მაგალითად შევსებულია დარბაზი დიახ პროფესორის ადგილობრივი ესე ვთქვათ უნივერსიტეტის და ამავე დროს არის მოწვეული ხალხი რომელიც სხვა უნივერსიტეტებიდან მოვიდნენ სტუდენტები არიან დიახ ძალიან ცნობილი მათემატიკოსები აქ ჯემალ როგავა სურაძე თეიმურაზ ჯანგველაძე ეს ილია ბეკუას უმცროსი დიშვილი პროფესორი სოხუმის უნივერსიტეტის ზურაბ გეგეჭკორი სურაძე იყო აი ეს არის თენგიზ მეუნარგია პროფესორი და ზუსტად იმ დარგის წარმომადგენელი რომელშიც ილია ბეკუა ბოლოს მუშაობდა ანუ გარსთა თეორიაში და ასევე როგორც გითხარით სამეცნიერო სექტორის ხელმძღვანელი მელაძე იყო რომელიც ზუსტად იმ კათედრას ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომელიც ილია ბეკუას მიერ არის დაარსებული ასევე სხვა მეცნიერები იყვნენ გურამ ცერცვაძე და სხვები იყო რაზმაძეს სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პროფესორი როლანდ გაჩეჩილაძე და ძალიან ბევრი მეცნიერები იყვნენ ასევე კურსდამთავრებულები ასევე რა თქმა უნდა იყო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ამ შემთხვევაში პროფესორი გია გვაზავა იყო საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრი და ცნობილი მოქმედი მწერალი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი რჩეველი კონფლიქტოლოგიის საკითხებში გურამ ოდიშარია რომელიც ცნობილია როგორც სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი ლიდერი, ასევე იყო სამურზაყანოს საზოგადოების ლიდერი მურმან ყულბაია და რაც მთავარია რომ ძალიან თბილი საღამო იყო იმის გარდა რომ იქ საუბარი იყო რა თქმა უნდა ილია ბეკუას ესე იგი დიდებულ გენიალურ შედეგებზე მათემატიკის დარგში, კერძოდ დრეკადობის თეორიაში, ანალიზურ ფუნქციებში და ასე შემდეგ, იყო საუბარი რა თქმა უნდა იმის შესახებ, რომ ალბათ ილია ბეკუა ალბათ არა ზუსტად ერთადერთი ქართველია, რომელიც ორი უნივერსიტეტის რექტორი იყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო ორჯერ 1953 წელს, ასევე 1966-72 წელი და იყო ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი და პირველი რექტორი 1959-65 წლებში და იყო რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თავის მასწავლებლის გენიალური ქართველის ნიკოლოზ მუსხელიშვილის შემდეგ. ანუ ნიკოლოზ მუსხელიშვილი როგორც ცნობილია იყო პირველი პრეზიდენტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 51 და ზუსტად 72 წლამდე და ხოლო მერე ილია ბეკუა 72-დან გარდაცვალებამდე 77 წლამდე იყო ამ ეროვნული აკადემიის წევრი. აქვე ითქვა რომ ილია ბეკუას რა თქმა უნდა ჰქონდა დიდი კავშირები ცნობილ მეცნიერებთან აქ იყო მოხსენებაში სურათები რიხარდ კურანთან მისი სურათები ასევე ბატონ თემურას ახლა ბატონ თენგიზ მეუნარგიას ფოტო არის რომელსაც გამოსვლა მართლაც დაუვიწყარი იყო რომელსაც მისი ბატონი ილიას უკანასკნელი დღე გაიხსენა რა და როგორ ესე თქვა პოეზიით ან კონსტანტინე გამსახურდის სიტყვებით აი აფხაზური ქართული ურთიერთობის ძალიან ლამაზი სიტყვებით გამოვიდა და ამით დაიწყო. იმით კი არა თავისით მისი მათემატიკური მიღწევებით, ალბათ აი ეს იყო ფასეული, რაც განსაკუთრებული ქონდა როგორც ადამიანთვისებიდან, როგორც აი ერთაშორისო ურთიერთობის. აი ზუსტად წინა დღე გაიხსენა პროფესორმა თენგიზ მეუნარგიამ, რომელიც ვიმეორეთ ამ დარგის ლიდერია საქართველოს გარსთა თეორიის და მან გაიხსენა ილია ბეკუას გარდაცვალების წინადღე, ანუ 1 დეკემბერი 1977 წლის და როცა ცნობილია ბატონი ილია, ამყოფობდა ბოლო წლებში და ლაპარაკიც უჭირდა და აი ზუსტად როცა ლექს ლაპარაკობდა ბატონი თენგიზი და იქ აი მას უნდა ენიშნებინა რომ აი აფხაზეთი რადგანაც ის დაიბადა ესე იგი აფხაზეთში და აფხაზეთის სიყვარული ცხადია საქართველოს აფხაზეთის სიყვარული წავიდა და ამიტომ ყველგან ლექსში იქნებოდა თუ სხვა იმებში იქნებოდა აფხაზეთი მისთვის იყო ძალიან ახლო და თბილი.
დიახ, აი აფხაზეთის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ ლომთათიძე აი ზუსტად ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ ილია ვეკვა იმდენად ბომბარაზე კაცი იყო და რა თქმა უნდა მარტო მათემატიკოსების და სხვა ზუსტი მეცნიერების დარგს არ ანიჭებდა მარტო ყურადღებას, არამედ ბუნებრივია, ხო, ის ბიოლოგებსაც აქ სიტყვით გამოდის ცნობილი მეცნიერი პროგრამისტი ბატონი ჯემალ ანთიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როცა ის აბარებდა აბიტურიენტი იყო 53 წელს, მას შემთხვევით დაეკარგა ატესტატი, წითელ დიპლომზე ქონდა ნიჭიერი ადამიანია და აი დაეკარგა ოქროს მედალზე და რა თქმა უნდა საბუთები არ მიიღეს და როცა მან აი ის მიმართა ესე იგი სამდივნოს რექტორისა იმ შემთხვევაში ვეკუასი უცბად მიიღეს არ იყო საჭირო ლოდინი და ჩაწერა და ერთი კვირის ლოდინის შემდეგ და ზუსტად ვეკუამ რომ კითხა მხოლოდ ის უკითხია თქვენ გიყვართო მათემატიკა მათემატიკურზე მოდიოდა კიო როცა უთხარიო ბუნებრივია ის ერთ წუთით გადაწყვიტა და ჩარიცხა ის მათემატიკის ფაკულტეტზე და გამოვიდა ბრწყინვალე პროგრამისტი აი ეგ არის ძალიან ცნობილი აფხაზეთელი ჩვენი გურამოდიშარია პოეტი მწერალი და რომელიც აი წელსაც იყო აფხაზეთში და მანამდეც დადის აქ კავშირები და იმედია რომ აი ეს სტუდენტი ახალგაზრდების მიერ აქ ითქმება ალბათუმალში აი ეს გურამი არის ის სახე ის გამხსნელი რომელიც ესე იგი იქნება სავიზიტო ბარათი იმ გაგებით რომ აფხაზები მას იცნობენ პატისცემენ და რა თქმა უნდა ენდობიან მის სიტყვას. თქვენ ახსენეთ რომ ხიდი როგორც ესე თქვა დამაკავშირებელი დღეს არსებული ურთიერთობისა დიახ და აი ამიტომ სოხუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ესწრებოდნენ როგორც ხედავ ახლა ძალიან ბევრი იყო დასწრება პროფესორა ესწრებოდა რამოდენიმე წევრი ადმინისტრაციის და რაც თავარია სტუდენტები ესწრებოდნენ და ის ახალგაზრდა თაობა რომელმაც კიდევ უფრო გაიგო ვინ იყო ილია ვეკვა შეისხორცა აი ეს მისი ვთქვათ მისრაფებები მისი სიყვარული აფხაზეთის საქართველოს მიმართ და იმედია რომ ის სოხუმის უნივერსიტეტში ცოტა შემორჩენილი საუბედურე ცოტა არის დევნილი სტუდენტი მაგრამ მომავალში ალბათ მეტი იქნება და აი მათ მეშვეობით კიდევ მეტი არადევნილი სტუდენტის გაიგებს რა დიდებული და გენიოსები ყავდა აფხაზეთში აი ბატონი პროფესორი სოხუმის უნივერსიტეტის ვაჟა თოდუამ გაიხსენა მისი ურთიერთობა ეს ბოტანიკური ინსტიტუტის ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო ზუგდიდში და შეხება ჰქონდა იმ პერიოდში ილია ვეკვას რომელიც იყო 72-17 წლებში საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აი სამურზაყანო საზოგადოების ლიდერი მურმან ყოლბაია რომელმაც მთელ სამურზაყანოების გალელების სახელით მადლობა გადაუხადა ამ შემთხვევაში სტუდენტებს, პროფესორებს, ვინც მოაწყო და ვინც პატარა თუ დიდი ღონისძიება ეს მოაწყო და წვლილი შეიტანა. ასევე აი ზუსტად ილია ვეკვას უმცროსი ქალბატონ ცოცოს შვილი პროფესორი ზურაბ გეგეჭკორი რომელიც პირველი დღიდან თბილისში ჩვენ იძულებით გადმოსვლის შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტისა თანამშრომლობს სოხუმის უნივერსიტეტზე სრული ჩავდგმელია და ცნობილი სპეციალისტია რიცხვით ანალიზში და ნუ აი ჩვენი ნუ აქ ითქმება ალბათ სტუდენტებმა თავისი მიმართვა გაუგზავნეს აფხაზ თანატოლებს და აი ეს საერთოდ ეს ღონისძიება იმით იყო კარგი რომ აქ იყო მეცნიერებაზე საუბარი. ეს ბატონი ფელიქს ხუნცილავა არის ჩემი სტუდენტი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა და რაც თავარი აქ მეცნიერებასთან და უმაღლესი სკოლის მენეჯმენტთან ერთად საუბარი იყო იმ მომავალზე, იმ ახალგაზრდებზე, ვინც უნდა ჩვენ შეგცვალონ და ჩვენზე უკეთესად ესე იგი გადაწყვიტონ საქართველოს და ამ შემთხვევაში აფხაზეთის საკითხი ცხადია მშვიდობიანი გზით.